მოგესალმებით მაესტროს ახალობებს უყურებთ 12 საათზე და ამავე დროს უსმენთ ტალღაზე FM 94 და 7 სტუდიაში ხატია ქვათაძე იწყებს მუშაობას. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინადადებაზე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ უარს ამბობს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. ბრიფინგს ჩვენი ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე ესწრებოდა, რომელიც შეეცდება რომ გამოშვების მსვლელობისას უფრო დეტალურად გვაცნობას თუ რა პოზიცია აქვს საქართველოს საგარეო უწყებას. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით კი საქართველოს რუსეთთან დიალოგის დასაწყებად მზად არის, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება მანამდე, ვიდრე რუსეთი აფხაზეთიდან და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან ჯარს არ გაიყვანს. მათ სურთ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა საქართველოსთან მაშინ, როდესაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვთ და რაც ყველაზე მთავარია, პატივს არსცემენ საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს გაუგებარია აცხადებს გიგა ბოკერია New York Times-თან საუბრისას. ჩვენ უბრუნდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც ცოტა ხნის წინ უპასუხეს რუსეთის განცხადებას დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ. ქეთი ფარცხალაძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. ქეთი, გისმენთ? რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის ჩვენი ხმა რა პოზიცია აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში? როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი რუსეთთან დიალოგის დაწყებისა, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას მოახდენს და რუსულ ჯარს გაიყვანს. საქართველოს ტერიტორიაზე სამი საელჩოს არსებობის პირობებში კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი წარმოუდგენელია. რაც შეეხება რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით კიდევ ერთ ნაწილს, რომ რუსეთი მზადაა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს, კალანდაძის განცხადებით ამ ნაბიჯის გადადგმა რუსეთს საქართველოს თანხმობის გარეშე შეუძლია. მადლობა, ქეთი ფარცხალაძე საუბრობდა და მე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა რუსეთის განცხადებას დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ და პოზიცია გახლავთ ასეთი, რომ საქართველო არ აპირებს ამ წინადადებას დაათანხმდეს და დააკმაყოფილოს ეს, ასე ვთქვათ, შეთავაზება იმ დრომდე, ვიდრე რუსეთი არ გაიყვანს ჯარს აფხაზეთიდან და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან. მოსკოვის საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წერს. ამ განცხადების თანახმად მოსკოვი მზად არის გადადგას ნაბიჯი, თუ საქართველო რუსეთის მოქალაქეებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს გააუქმებს. განცხადების ბოლოს კი მითითებულია, რომ რუსეთი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს. და დღის სხვა სიახლეები ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე მერიამ დასამტკიცებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსების ახალი მუხლი წარადგინა. მემარჯვენეების ადგილობრივმა ლიდერმა საკრებულოს დეპუტატმა მამუკა მხვედელაძემ კი თვითმმართველობის მხრიდან ფინანსების არამიზნობრივი მოძრაობა გააპროტესტა. მემარჯვენეების განცხადებით იმ ქალაქს, რომელსაც სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში მცირე ფინანსური რესურსი აქვს, შეუძლებელია ინფრასტრუქტურაში ჩადებული მილიონობით ამაყობდეს. მერია კი ოპონენტებს უკვე დასრულებულ პროექტებს ახსენებს. ჩემი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ტენდენცია გრძელდება იმის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროზე თითქმის ყველა სხდომაზე გამოდის ფინანსები. მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა კონდეს ძალიან სუყე დაფინანსება. მე მივესალმები მათ აქტივობას წესრიგის დამყარების მიმართულებით და სხვა მიმართულებაზე, რა თქმა უნდა, ჩემი შენიშვნები გამაჩნია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობების პრეროგატივა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გადიოდეს ეს ფინანსები, როცა მაგათად ქუთაისში სულ რამდენიმე დღის წინ სერიოზული პრობლემა შეიქმნა, სადაც მე ვიყავი ერთი თანამონაწილე, როდესაც რეანიმობილების ნაკლებობა არის ქალაქში. მე ვერანაირად ვერ დავეთანხმები ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლებს. იმის მიერ თანხა ნებისმიერი თეთრი მიზნობრივად ხორციელდება და არის მიმართული ქალაქში, როგორც ასევე ჯანდაცვისა და სამედიცინო პროგრამებში, ასევე ნებისმიერი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. რაც შეეხება ამ შემთხვევაში რეანიმობილის საკითხის პრეროგატივა ნამდვილად არ არის ადგილობრივი ჩვენი თვითმმართველობის საკითხი და ამ შემთხვევაში ბატონ დეპუტატმა ნამდვილად უნდა იცოდეს ეს საკითხი. დევნილების ბათუმში მდებარე დასახლების ყველა ბინაში კი ნალექიანი ამინდის დროს წყალი შედის, კედლები სველდება და
სხვა პრობლემებიც იქმნება. დევნილები ამის შესახებ თავად საუბრობენ და მიზეზად სარემონტო სამუშაოების დაჩქარებული ტემპით ჩატარებას ასახერებენ. დევნილების უბანში 22 კორპუსის მშენებლობა და მათი მოწესრიგება 7 თვეში დასრულდა. დღეს თამარის დასახლებაში სხვადასხვა რეგიონიდან ჩასახლებული რამდენიმე ასეული აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობს. მათი განცხადებით ბათუმში 2 დღეში გადაიყვანეს, რის გამოც მათ სამსახურის შევნაც უჭირთ. დევნილთა სამინისტრო კი განმარტავს, რომ ამ თემის შესახებ არაერთხელ ისაუბრა და ამჯერად მოქალაქეებმა სამშენებლო კომპანიას უნდა მიმართონ. ეს რო ინგრება წყალის იმაშება და არც ზაგანოგონი არა ცემენტი იმდენი. ან რაღაცები აკი არ არის ბოლომდე დასრულებული. და ეს ახლა რომ სულ არ არის გაკეთებულია, ეს არის ჩასმული უბრალოდ და მითხეპებულია და ეგ არის. ეგი რო არა გაკრასხული ახლა ეს ბავშვიც მიხვდება. რო სამოვით ჩემო ძალმა თქვა თბილისიდან არის. დედო ეს რა არისო? დიო, ახლა ჩამოგეყრებო თავზე. მე მოგიკითხეთ იქით და მე გაკეთებო. მე ეგინი გიწავლიან და მე ის იმდენის თანხა არ მაქვს ასე. იქ მერჩია რო გითხრა სიმართლე. რატო? ნუ ახლა ფართო მეტია. ისე გადამაზებული ახლა ცოდვა არ უნდა თქვა კაცმა, კარგია, კი, მაგრამ მარტო მე შემხვდა ასეთი ის. გავიგე ტელევიზორიდან, ნუ აქანი იყო პირველი შემოსვლა სააკაშვილის პრეზიდენტი რო შემოვიდა, შემოიყვანა. პირველი ეტაპი ვნახეთ და მე ქუთაისში წევედით, განცხადება დავწერეთ და ასე. მოხდით აქ ერთ კვირაში. კი, მიჩვევა ძალიან გიჭირს ახლა აქანი თავარია ჩვენთვის უმუშევრობა რო გვაქვს და საქმება არაფერი არ არის და ესა. ზუგდიდის მთავარ ხეივანში კი მრავალწლოვანი ხეების მოსალოდნელ გაჩეხვას გამო საზოგადოების ნაწილი შეშფოთებას გამოთქვამს. სამეგრელოში ახალი ქალაქის ლაზიკას მშენებლობის ინიციატივასთან ერთად გასული წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა დადიანისევრის სასახლის ბაღში ზუგდიდელებს მასშტაბური რეკონსტრუქციის დაწყების შესახება უწყა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქის რეკონსტრუქციის პროექტის ფინანსური ნაწილის, ისევე როგორც სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას არ გასცემს. პროექტის ავტორი ლევან სოლოღაშვილი ადასტურებს, რომ ქალაქის ბულვარში ხეების დიდი ნაწილის მოჭრა და მათი ახრით ჩანაცვლება იგეგმება და განმარტავს, რომ ეს აუცილებელია. დაიცავი საქართველოს წევრი კახა მიქაიაკი, რომელმაც 2 წლის წინ ბულვარის გაჩეხვის მცდელობა ხეზე ასვლითა და იქ შიმშილობით გააპროტესტა, ხელისუფლებას ზუგდიდის ცენტრალური ნაწილის მიზარ მიმართულ განადგურებაში ადანაშაულებს და საპროტესტო აქციების განახლებასაც არ გამორიცხავს. მაშინ საზოგადოების პროტესტმა შეაჩერა ეს პროცესი, ხელისუფლებამ უკან დაიხია და მე ცილის წამებაშიც დამდო ბრალი, მათ შემომითვალეს, რომ ისინი არ აპირებდნენ არც ერთი ხის მოჭრას. ჩემი ღრმა წმენით ეს არ იქნება ჭადრების ხეივნის რეკონსტრუქცია, ეს იქნება ჭადრების ხეივნის განადგურება. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ჭადრების ხეივანში არის ხეები. ბიოლოგების ჯგუფი იყო ჩამოსული, უფრო ბოტანიკოსების უბრალოდ ვერ გეტყვით ამას, პრობლემაც დაათვალიერეს, შეისწავლეს ეს ხეები, მოგწეს თავისი რეკომენდაციები, რომელიც დოკუმენტის სახით, პროექტში გაწერილი დევს ეს. Რო თქვა, რა სამუშაოები შეიძლება ჩატარდეს კონკრეტულ ხეზე, რა შეიძლება რომ არ გაკეთდეს და ასე შემდეგ. რითი ჩანაცვლება? ვერ გეტყვით, ალბათ უფრო განსხვავებული ხით დაპროექტება, ასე თქვა, მომზადება ამის დენდროლოგიური პროექტი, ამ ბაღის კეთილმოწყობის და განაშენიანების და უკვე იქ მითითებული ნარგავებით შეიცვლება, თქვათ, ის ნარგავები, რომლებიც შეიძლება რომ მოიჭრას ან დემონტაჟი გაუკეთდეს. თელავის რეაბილიტაციის ფარგლებში კი ერეკლე მეფის სასახლის სამხატვრო გალერეისა და ისტორიული მუზეუმის აღდგენა იგეგმება. ქალაქის სამუზეუმო კომპლექსის დირექტორის განცხადებით, შენობები მოძველებულია და რესტავრაციას საჭიროებს. მისივე თქმით, ისტორიული მუზეუმის ადგილზე ახალი თანამედროვე შენობა აშენდება. თელავის რეაბილიტაცია 15 მარტიდან დაიწყება. სურათი ძველი, რაც აგვაქვს ეს სასახლე მემორიალი აბანო, ამის რესტავრაცია მოხდება. ასევე რესტავრაცია მოხდება შენობის, სადაც განთავსებული არის სამხატვრო გალერეა, ხოლო რაც შეეხება ისტორიულ მუზეუმს, სადაც ძირითადად ისტორიული ეთნოგრაფიული მასალები აქვს, მოხდება ამის რეკონსტრუქცია. გადაკეთება შეიძლება ითქვას ახალი შენობა დაიდგმება მის ადგილზე. მოხდება ალბათ ამის რეაბილიტაცია, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია, მთლიანად ეცვლის იერსახეს მუზეუმი. განსაკუთრებით ისტორიული მუზეუმის შენობა ეს იქნება ალბათ თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებთან შედარებული შენობა.
TBC გალერეაში კი კინორეჟისორისა და მთარგმნელის ლანა ღოღობერიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია შედგა სახელწოდებით ფრანგული პოეზია. წიგნში შარლ ბოდლერის, პოლ ვერნერისა და სხვა ცნობილი ფრანგი პოეტების ლექსები შევიდა. ის ღოღობერიძის ილუსტრაციებიც არის გაფორმებული ფრანგული პოეზიის შედევრების სტუმრებს თავად მთარგმნელმა წაუკითხა. ეს არის ჩემი ცხოვრების სიყვარული და ბოლოს წინასწარმეტყველში მიწერია კიდევაც რომ ეს წიგნი არის ჩემი სიყვარულის გამოხატულება და თუ მკითხველი გაიზიარებს ამ სიყვარულს ძალიან ბედნიერი ვიქნები და მე ასე მომყვებიან ესეთ აი ეს პოეტები რაღაც მთელი ცხოვრების მანძილზე ხან ერთი არის მთავარი ერთი ეპოქა მაქვს ხოლმე აი ბოდლერის მერე ვერლენის მერე იყო აპოლინერის დიდი ეპოქა და ბოლოს ერთი ძალიან საინტერესო აღმოაჩინა ძალიან საინტერესო არაბი პოეტი რომელიც ამავე დროს ფრანგულადაც წერს ცხოვრობს საფრანგეთში და ამიტომ შეიძლება და ფრანგული კულტურის ნაწილათაც აღიქვამენ მას და აი ჩვენ შეიძლება ასე აღვიქვათ და ჩვენთვის ძალიან ახლობელია იმიტომ რომ დასავლურ ხედვასთან მართლა ძალიან აღმოსავლურია და აი ამით ჩვენთან ძალიან ახლოსა ლანა ღოღობერიძეზე რო ვილაპარაკო, ალბათ დროც არ მეყოფა. იმიტომ რომ ეს არის რაღაცა უნიკალური ადამიანი, უნიკალური ქალი, რომელშიდაც ბევრი ნიჭი. ჩვენ გოგონა რო ის იყო, ის რა ქვია, თარგმნელი, მერე გამოჩნდა რომ რეჟისორია, მერე მხატვარია, მერე ჟურნალისტი შეიძლება იყოს, მსახიობი, ყველაფერია. თან შესანიშნავი აღნაგობის ლამაზი ქალი სპორტსმენი, რომელიც თქვა, ყველგან არის ისე კი საშუალოდ არა, ყველაფერიას აქ მას ძალიან მაღალ დონეზე და პროფესიონალი ადამიანია. პოეზიის თარგმნა განსაკუთრებულად რთულია, პროზის თარგმნასთან შედარებით ის გარდა ენის ზედმიწევნით კარგად ფლობისა კიდევ განსაკუთრებულ უნარს ნიჭს ითხოვს და ნებისმიერი მკითხველი ვინც ამ წიგნებს გადაშლის დარწმუნდება რომ ლანას მიერ გადმოქართულებული ფრანგული პოეზია ეს არის მაღალი რანგის პოეზია და ის არის ამერიდან უკვე ქართული ლიტერატურული შემოქმედებითი სამყაროს განუყოფელი ნაწილი.